საღამშვიდობისა თქვენ უყურებთ ქრონიკას 9-ის ნახევარზე სტუდიაში ნინო კაპანაძე მუშაობს. ცნობილი გახდა, რომ სააქციო საზოგადოება რუსთავგაზიდან 50-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდება. როგორც რუსთავგაზის გენერალური დირექტორი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, გადაწყვეტილება მფლობელმა კომპანია სოკარ ჯორჯია გაზმა მიიღო. გულიტაშვილის განმარტებით დასაქმებულებს კონტრაქტი წლის ბოლომდე აქვთ გაფორმებული და ისინი მხოლოდ 2 თვის ხელფასს მიიღებენ. მისივე თქმით, სოკარმა აღნიშნული გადაწყვეტილება მუშახელის საჭიროების არქონის გამო მიიღო. მოხდება თუ არა რუსთავგაზში სრული რეორგანიზაცია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსთავგაზიდან 50 რუსთაველს ანთავისუფლებენ. ეს თქვენი პირადი გადაწყვეტილება იყო თუ თქვენი მფლობელი სოკარ ჯორჯია გაზის? ეს არის ჩვეულებრივი რეორგანიზაცია, ანუ თვლიან, რომ ახლა მფლობელი კომპანიაა და ის თulis, რომ ამდენი თანამშრომელი არ ჭირდება. შესაბამისად შეამცირებენ და მიიყვანენ იმდეს, თუ დატოვებენ იმდეს, რამდენიც ჭირდებათ. ანუ აქ ლაპარაკი არ არის თანამშრომლების შეცვლაზე. უბრალოდ შემცირება. არც არავინ ახალი არ მოყავთ. ტოვებენ იგივე ხალხს, რომელიც მუშაობენ. შეცვლა აქ არ ხდება. მაგაზე 2 წელიწადია ლაპარაკი მიდის. ყველას კონტრაქტები აქვს გაფორმებული, მათ შორის მეც. მაგრამ აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ კანონმდებლობით ყველაფერი იყოს დაცული და ვისაც კონტრაქტით დაუშვათ, ვისაც ოქტომბრამდე აქვს ხელშეკრულება დადებული. იმათ გადაუხდიან ორ სახელფასო, ორ ხელფასს გადაუხდიან და გაათავისუფლებენ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგების მოსახლეობამ დღეს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივების განცხადებით, სოფელში წლების განმავლობაში არ არის სასმელი წყალი, ბუნებრივი აირი, გზა და საბავშვო ბაღი. მოსახლეობა მიწის ნაკვეთების დაკანონებასაც მოითხოვს. აქციის მონაწილეები მთავრობისგან აღნიშნული პრობლემების გადაჭრას მოითხოვდნენ. ამასთანავე დღეს დილიდან ნაგების მოსახლეობამ ჰაიდელბერგ ცემენტის რუსთავის ქარხნისკენ მიმავალი გზა გადაკეტა და საწარმოს მანქანებს მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა. აქციის მონაწილეებს ჰაიდელბერგ ცემენტის რუსთავის ქარხნის წარმომადგენელი შეხვდა და მათგან გზის გახსნა მოითხოვა. პროტესტანტების განცხადებით, მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი პერმანენტული აქციების გამართვას აპირებენ. არა გვაქვს გზა რუსთავ ნაგებს შორის. არა გვაქვს გაზი. მოსახლეობა უმძიმეს პირობებში არის ჩავარდნილი ამის გამო. მოსახლეს ერთი ზამთრის სეზონი 100 ლარი უჯდება, აღარ არის, არც სამსახურები არა აქვს მოსახლეობას და გაჭირებულ დღეშია. გაზს ვერ მივაღწიეთ. არა გვაქვს სასმელი წყალი. ძახსელვა, გზის წყლის ძახსელვა არ არის. შემდეგ არ არის პრივატიზებული მიწები, სახნავი, საძოვარი არ არის. რაც სოფელს ჭირდება, არ არის ჩვენ სოფელში. აი ახლა ეგება კი გამოიარეთ ეს მანძილი, ძალიან საშინელი გზა არის. აი რასაც ქვია საშინელი გზა, როდესაც ვეტყვით აი მძღოლს რომ მივმართავთ, რომ წაგვიყვანეთ სოფელ ნაგებში, აი იშოკებიან, ვერ წამოვალთო გვეუბნებიან. აი ესეთი რთული მდგომარეობა ჩვენ გზებზე. წყალი ჩვენთვის არ არსებობს, დასალევი წყალი, გაზი ჩვენთვის არ არსებობს, საბავშვო ბაღი ჩვენთვის არ არსებობს და აი ამაზე უარესი რა უნდა იყოს სოფელში. მე მოვედი რომ ჩემი მძღოლმა დამირეკა, მძღოლმა რომ რაღაც პრობლემა ავდიხი, ჩამოვედი. გავიგე ხალხი დავინახე. გზას ყოველთვის ვაკეთებთ ჩვენ. ყოველთვის ვაკეთებთ ჩვენ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში რაც არის. კი, გამოზაფხულდება და ალბათ ისევ დაიყრება, ჩაიყრება ეს გრავი და გასწორდება ესე ჩვეულებრივად. გარდაბნის მუნიციპალიტეტს ახალი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე საკრებულო მგელა ხუციშვილი ხმათა უმრავლესობით აირჩია. ყოფილმა გამგებელმა ზვიად ეპიტაშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დღეს დატოვა. გელა ხუციშვილი რიგარეშე საკრებულოს ხდომის დასრულების შემდეგ სამსახურის უფროსებს შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო. ქრონიკასთან საუბრისას ხუციშვილი აცხადებს, რომ პირველი საკითხი, რაც მის მიერ იქნება დაყენებული, უკანონოდ გასხვისებული მიწების პრობლემების მოგვარება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე ხუციშვილის მხარდამჭერები მისი კანდიდატურის მხარდასაჭერად პერმანენტულ აქციებს მართავდნენ. ისინი დღესაც საკრებულოს ხდომის მიმდინარეობის პროცესში გამგეობის შენობასთან იყვნენ შეკრებილები. ხმათა უმრავლესობით აბსოლუტურად ყველა დეპუტატმა დააკმაყოფილა გადადგომის თაობაზე და მოვალეობის შემსრულებლობა დაეკისრა გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ ბატონ გელა ხუციშვილს. პირველივე მოთხოვნა იყო მშვიდად გააგრძელონ თავისი საქმიანობა და
თანდათან უკვე თითოეული მათგანი წარმოადგენს თავისი საქმიანობის სფეროს და ასევე ხედავს თავისას და მე მაინტერესებს რა სიმწვავედ თამშდებენ ისინი იმ პრობლემებს, რომელიც აიძულებს მოსახლეობას ქუჩაში გამოვიდეს. რუსთავის აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურმა გეგმიური საგაზაფხულო გაწვევა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში დაიწყო. სამსახურმა 1 იანვრიდან დღემდე სავალდებულო სამხედრო სამსახურში 70 წვევამდელი გაიწვია. ცვლილებაა სამედიცინო შემოწმების კუთხე. წვევამდელები სამედიცინო შემოწმებას დიღმის გამანაწილებელ პუნქტში უმაღლესი სამედიცინო აპარატურით გაივლიან. 2013 წლის საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო 10 იანვარს, მიმდინარეობს შოუ რეჟიმში. რუსთავის გეგმა განისაზღვრა ამ ეტაპზე 70 წვევამდელით. წესი არ შეცვლილა წვევამდელთა გაწვევის, ჩავლენ დიღმის გამონაწილებელ პუნქტში, გაივლიან სამედიცინო შემოწმებას. მინდა აღვნიშნო, რომ იქ დამონტაჟდა ახალი აპარატურა და სამედიცინო გამოკვლევა უმაღლეს დონეზე ავიდა, აღუჭირდება გამოკვლევებზე გაგზავნა სხვადასხვა საავადმყოფოებში, ადგილობრივად ხდება თითქმის ყველანაირი სამედიცინო შემოწმება. რუსთავის მერიაში ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო იურიდიული კონსულტაციები მიმდინარეობს. ქალაქის მერის ეგიდით მოწვეული იურისტები იურიდიული პრობლემების მქონე მოქალაქეებს უფასო კონსულტაციებს უწევენ. პროექტი მიმდინარე წლის იანვრის თვიდან ხორციელდება და იურიდიული მომსახურებით სარგებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ წევრს შეუძლია. კომპეტენტური იურისტები მოქალაქეებს როგორც ზეპირ, ასევე წერილობით დახმარებას გაუწევენ. უფასო იურიდიული კონსულტაციები მერიის შენობის მესამე სართულზე მიმდინარეობს. პროექტს 4 იურისტი ემსახურება. პროექტი ემსახურება უფასო იურიდიულ კონსულტაციას მოქალაქეებს, არა მარტო რუსთაველი მოქალაქეებისთვის, არამედ ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რომელიც ამ საკითხით არის დაინტერესებული და პირდება იურიდიული კონსულტაცია. იურიდიული კონსულტაცია გულისხმობს არა მარტო ზეპირად და განხორციელებულ კონსულტაციას, არამედ წერილობით დოკუმენტების შექმნას, რაც გულისხმობს სარჩელის განცხადების და საჩივრის დაწერას და საჭიროების შემთხვევაში სასამართლოში წარმომადგენლად გაყოლას. მივცემდით რჩევას რუსთაველებს, რომ თუ რაიმე პრობლემა გაქვთ, არ გადადოთ, მოდით და მოაგვართ ეს პრობლემა, იმიტომ რომ გარკვეულ ვადებთან შეიძლება იყოს ზოგიერთ შემთხვევაში დაკავშირებული თქვენი უფლებების დაცვას, რომ გამოიყენეთ ეს შანსი და დაიცავით თქვენი უფლებები. რუსთავის სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთა მიმართვიანობა მოიმატა მიზეზად მედიკოსების სეზონურ ვირუსებს ასახელებენ და აცხადებენ, რომ გაზაფხულზე განსაკუთრებით ხშირდება ზემოსასუნთქი გზების ვირუსული ინფექციები და ალერგიული დაავადებების შემთხვევები. ექიმები მშობლებს ჰიგიენური წესების დაცვას ურჩევენ, რაიმე განსაკუთრებული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში კი პაციენტმა დროულად უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. მიმართვიანობა, რა თქმა უნდა, მოიმატა. არის ზემოსასუნთქი გზების ვირუსული ინფექციები, ჩვეულებრივად, რომელიც იყო ყოველთვის და ყოველთვის ველოდებოდით ამ სეზონზე, თუმცა არის ალერგიული დაავადებების სიხშირემაც მოიმატა, ალერგიული რინიტი, კონjunktივიტები, რაც გაზაფხულისთვის არის დამახასიათებელი. რაც შეეხება რაიმე საშიშროებას და გართულებებს კონკრეტულად შემთხვევები არ გქონია, თუმცა არის ერთეული შემთხვევა, როცა ბავშვი პირდაპირ სტაციონარში ხვდება და შემდეგ უკვე მოდის ამბულატორულ მკურნალობაზე ოჯახის ექიმთან. რუსთავის მეორე სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელი მანანა კაპანაძე საყოველთაო დაზღვევის სისტემაში მიმდინარე ხარვეზებზე საუბრობს. მისი განცხადებით, რიგი სამედიცინო დაწესებულებები პაციენტებს არაკანონიერად აზღვევს. მოქალაქეს, რომელსაც სურს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეფორმით ისარგებლოს ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში წერილობით თანხმობა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლია საჭირო. კაპანაძის თქმით, უკანონოდ დაზღვეულმა ბენეფიციარებმა ხშირ შემთხვევაში არ იციან საჭიროების შემთხვევაში, რომელ სამედიცინო დაწესებულებას უნდა მიმართონ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პაციენტი სადაც გადაწყვეტს დაზღვევას გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების საჭიროების შემთხვევაში სწორედ იმ დაწესებულების სადაზღვევო პაკეტით ისარგებლებს დაზღვევის ბოლოვა და აპრილში შეიტყობა. არ განაცხადებს ინფორმირებულ წერილობით თანხმობას ჩვენს დაწესებულებაში მიიღოს სამედიცინო მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. ზოგიერთმა სამედიცინო დაწესებულებამ მინდა გითხრათ, ეს ძალიან ცუდად გაიგო. არ ვიცი რა გზებით არის მოპოვებული პირადი ნომრები. და ისე არიან უკვე ბაზებში დარეგისტრირებული პაციენტები, რომ პაციენტმა თვითონ წარმოდგენა არ აქვს, სად არის დარეგისტრირებული როგორც ბენეფიციარი. როდესაც ჩვენ ვიწყებთ ამ მონაცემების შეყვანას ელექტრონულად, ასეთი წესია, ვთქვათ, რეგისტრაციის, პროგრამულად იქ უკვე შევსებული გვხდება.
საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამა აქტიურ ფაზაშია. პროგრამის ფარგლებში სასურსათო სამეურნეო ბარათი 700,000-ზე მეტი ბენეფიციარი მიიღებს. პირველ ეტაპზე კომბინირებული ბარათები დარიგდება, რომელიც მიწის ხვნის სამუშაოებს ითვალისწინებს. ამ დროისთვის ბარათები ქვემო ქართლის რეგიონთან ერთად საქართველოს სხვა რეგიონებშიც დარიგდა. განცხადება სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაავრცელა. რუსთავის მერიამ თეატრის მმართველისა და სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ღია კონკურსი გამოაცხადა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ აღნიშნულ პოზიციებზე საკონკურსო პირობები უკვე შეიმუშავა. მსურველებმა საბუთები ხვალიდან 3 აპრილის ჩათვლით რუსთავის მერის სამოქალაქო მისაღებში უნდა ჩააბარონ. კონკურსი, რომელიც გასაუბრების ფორმით ჩატარდება 7 აპრილს გაიმართება. ქრონიკა პირდაპირ ეთერში ბრუნდება, განვაგრძობთ გამოშვებას. ისრაელის მაშავის ცენტრის პროგრამაში გარდამნის მუნიციპალიტეტის დღის ცენტრი მოხდა. ცენტრის ხელმძღვანელი ნინო მაროაშვილი საერთაშორისო სიმპოზიუმზე იმყოფებოდა, სადაც მან მაშავის ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროექტში მიიღო მონაწილეობა. პროგრამა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის კრეატიულ აზროვნებას და თავისუფალ მიდგომას გულისხმობდა. პროექტის ფარგლებში საერთაშორისო სიმპოზიუმზე ისრაელში სულ საქართველოს 3 წარმომადგენელი გაემგზავრა. მონაწილეობდი ისრაელის მაშავის ცენტრის პროგრამაში, რომელიც ეხებოდა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა სწავლებისა და ზოგადად მათთან მუშაობის სისტემაში კრეატიულ აზროვნებას და თანამედროვე მიდგომებს. ეს იყო საერთაშორისო სიმპოზიუმი, იყო აბსოლუტურად ყველა ქვეყნის მონაწილე. მაშავის ცენტრს აქვს პროგრამები, რომელიც პერიოდულად აცხადებს კონკურსს სხვადასხვა მიმართულების პროგრამებზე და ერთ-ერთი იყო ეს პროგრამა, რომელმაც შეარჩია საქართველოს მასშტაბით 3 ადამიანი. ჩემთან ერთად კიდევ იყო საქართველოდან 2 წარმომადგენელი. გარდაბნის მუნიციპალიტეტის დღის ცენტრის პედაგოგებმა ხელფასების მომატების მოთხოვნით გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ონიანს მიმართეს. როგორც პედაგოგები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, ონიანი თანხების მოძიების შემთხვევაში მათ ხელფასების მომატებას დაპირდა. ამ დროისთვის განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების აღმზრდელების ხელფასი მხოლოდ 216 ლარს შეადგენს. დღის ცენტრში 30-მდე ბენეფიციარი ირიცხება. ჩვენ მივმართეთ ჩვენს საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ ზაზა ონიანს, რომელიც შეგვპირდა, მიგვიღო და შეგვპირდა, რომ შესაძლებისამებრ, როგორც კი გამოჩნდება იმის საშუალება, რომ შეძლებს მოგვიმატოს ხელფასები, მოგვიმატებს. ჩვენი ხელფასი ახლა არის 216 ლარი და ჩვენ განაცხადი შევიტანეთ 35%-იან განაცხადზე. და ეს 35%, რომელიც მარტის თვიდან წლის ბოლომდე არის გათვლილი 18,000-მდე ლარის ფარგლებში არის. დღეს საგამოფენო დარბაზმა არტსალონმა თვითნასწავლი მხატვრის გუჯა დაიმონდის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა. გამოფენაზე ახალბედა მხატვრის 22 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, რომელიც ძირითადად ზეთის საღებავებით და აკვარელით არის შესრულებული. საღამოზე მხატვარმა არტსალონში მისულ დამთვალიერებელს საკუთარი ლექსებით წაუკითხა. მიჩიეს რომ გამოფენა გამეკეთებინა და მივყოლოდი ამ საქმეს და ამჟამად გადაწყვეტილი ვარ რომ ასე თქვა ჩემი მოწოდება მხატვრობა და ვეცდები რომ უფრო და უფრო მასშტაბური, უფრო და უფრო შინაარსობრივი, ტექნიკურად უფრო დახვეწილი და კარგი ნამუშევრები შევქმნა. დღეს ტრენინგ ცენტრი ინტელექტის ორგანიზებით კიდევ ერთი პოეზიის საღამო გაიმართა. საღამოში რუსთაველი ახალგაზრდები იღებდნენ მონაწილეობას, რომლებმაც დამწრე საზოგადოებას თავიანთი შემოქმედება გააცნეს. მსგავსი საღამოები რუსთავში პერმანენტულად იმართება და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ძალიან კარგი საღამო იყო, შესანიშნავად ჩაიარა, ტრენინგ ცენტრმა ინტელექტმა ძალიან კარგი ორგანიზება გაუწია, ჩვენც კმაყოფილები ვართ, ხალხიც კმაყოფილია მე მგონი. მომეწონა ძალიან. რუსთავში ვარ დაბადებული და გაზრდილი და ყოველთვის ბავშვობიდან ვცდილობ ხოლმე კულტურასთან ახლოს ვიყო და ძალიან სიამოვნები ვარ ამ დღით ახალგაზრდებს ვუსტურვებ, რომ ესეთ დღეებზე ყოველთვის იარონ.
ტერაჩეხება სპორტის სიახლეებს თავისუფალი ბრძოლების ფედერაცია 22 და 23 მარტს კავკასიის ღია ჩემპიონატს ჩაატარებს. შეჯიბრში საქართველოს უძლიერესი მებრძოლების გარდა მონაწილეობას ირანის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სპორტსმენებიც მიიღებენ. ტურნირისთვის ემზადებიან ქვემო ქართლის რეგიონის წარმომადგენელი სპორტსმენებიც. ბრძოლა წესების გარეშეში 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლევან კირთაძე, 48 კილოგრამში რევაზ კიკნაძე იასპარეზებს. კაერთის წესებით კი 45 კილოგრამში ანზორ მეკარიშვილი გამოვა. თბილისში ტარდება კავკასიის ჩემპიონატი ბრძოლა წესების გარეშე და კაერთში, სადაც ჩამოდიან სომხეთის, აზერბაიჯანის და ირანის წარმომადგენლები, ქვემო ქართლიდან გადიან სამი სპორტსმენი, ლევან კირთაძე, რევაზ კიკნაძე და ანზორი მეკარიშვილი. ვფიქრობთ, რომ როგორც ყოველთვის, ეხლაც გავაკეთებთ კაი შედეგს. მომზადებული ვართ ბიჭები, რასთავარი საბრძოლო ჟინი გვაქვს. ბიჭები ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შეჯიბრი გავიმარჯვოთ, მოვიგოთ. ავიღოთ სასურველი პრიზები და ვასახელოთ ქვემო ქართლი, იქნებიან ჩამოსული სხვადასხვა ქვეყნიდან სპორტსმენები. საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის ინიციატივით ოლიმპიურ და არაოლიმპიურ წონებში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. შეჯიბრზე რუსთავიდან მონაწილეობა 15 სპორტსმენმა მიიღო. ოლიმპიურ წონაში 4 სპორტსმენმა მესამე ადგილი დაიკავა, არაოლიმპიურში კი 3 პირველი ადგილი დაისაკუთრეს. აღსანიშნავია, რომ რუსთაველმა სპორტსმენებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებაც მოიპოვეს. ისინი ევროპაზე საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ. ტაეკვონდოელები ჩემპიონატისთვის მზადებას ნაკრებ გუნდთან ერთად მარტის ბოლოდან დაიწყებენ. ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც სტარტდება ივლისში, ყავს 4 მონაწილე რუსთავიდან, მიიღებს მონაწილეობას საფრანგეთში ამ ტურნირზე და უკვე ამ თვის ბოლოდან დაიწყებენ თბილისში ნაკრებთან ერთად ვარჯიშს. ვფიქრობ, რომ საკმაოდ მაღალი შანსები აქვს, იმიტომ რომ კარგად არიან მომზადებულები და პლუს ამას ნაკრებში რომ გაივლიან უკვე მომზადებას, სერიოზულ შედეგებს დადებენ. 20 წლამდელთა რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი. ბოლო ტურში პირველი ადგილის მფლობელი და პლეი-ოფში გამსვლელი მეოთხე გუნდის ვინაობა უნდა გაირკვეს. პლეი-ოფში თამაშის შანსს ინარჩუნებენ რუსთაველი კალათბურთელები, მათ ბოლოს წინა ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. ჰიუნდაის გუნდი 89-75 დაამარცხეს. გამარჯვებაში განსაკუთრებული როლი თორნიკე ქიტოშულმა ითამაშა, რუსთაველთა უკანა ხაზელმა 15 ქულა, 15 პასი და 8 მოხსნა მოაგროვა. 14 ქულითა და 14 მოხსნით დაასრულა შეხვედრა ლევან ურიდიამ. ბომბარდირი 19 ქულით ერეკლე ლორთქიფანიძე გახდა, ხოლო გიორგი დვალმა პირად ანგარიშზე 28 ქულა ჩაიწერა. რუსთაველები ბოლო ტურში აკადემიას პანსპინძლობენ და გამარჯვების შემთხვევაში პლეი-ოფში გავლენ. თამაში 22 მარტს 15 საათზე ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში შედგება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი ცხადდება. მასში მონაწილეობის მიღება საქართველოს ყველა ქმედუნარიან მოქალაქეს შეუძლია, რომელსაც სათანადო ცოდნა და გამოცდილება აქვს. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კანდიდატი საკონკურსო მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. კონკურსი 11 ვაკანტურ პოზიციაზე 2 ეტაპად ჩატარდება. თავდაცვის სამინისტრო აცხადებს ღია კონკურსს 11 ვაკანტური თანამდებობის შესავსებად. კონკურსები ცხადდება როგორც შედარებით დაბალი და საშუალო რანგის, ასევე ისეთი მაღალი რანგის თანამდებობების დასაკავებლად, როგორიც არის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასევე ფინანსური მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შესყიდვების ხელმძღვანელის მოადგილე, შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, ასევე გვაქვს ვაკანსიები სხვადასხვა სამმართველოების ხელმძღვანელების, მათი მოადგილეების და სპეციალისტის თანამდებობაზე. ღია კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს 21 წლის ასაკიდან, თუ ისინი აკმაყოფილებენ იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებიც გვაქვს დაწესებული თითოეული თანამდებობისთვის.